გინდა მოიზიდო ნამდვილი სიყვარული, შენი თავის და ასევე მამაკაცის. დაიმახსოვრეთ მეგობრებო, სიყვარული მოდის იქ, სადაც არის სიმშვიდე, გულწრფელობა და როცა თქვენი გული არის ღია და სავსე სინათლით. აუცილებლად მოვა თქვენი სიყვარული ჩუმად, მაგრამ მტკიცეთ. ამ დროს უყვარდებათ ხოლმე ადამიანებს ისე, როგორც არასოდეს არავინ არ შეყვარებიათ, ხო? მიზეზი თუ რატომ არის თქვენი ბედი დაკეტილი, არ გაქვთ სიმშვიდე ცხოვრებაში, გაქვთ მუდამ ქაოსი. სხვადასხვა ადამიანებთან ცდილობთ კავშირის გაბმას, მაგრამ ვერ ამყარებთ კარგ კონტაქტს, ან ოჯახი გენგრევათ, ან თქვენი საყვარელი ადამიანი არ გყავთ. არის ის, რომ პირველი შეიძლება არანაირი ჯადო არ გქონდეთ და გქონდეთ უბრალოდ დაბინძურებული აურა და გქონდეთ წმენდა გასაკეთებელი. მეორე გქონდეთ ოჯახზე ჯადო ძველიდან მოდიოდეს და გქონდეთ რაიმე წყევლა თუნდაც ადამიანმა ოჯახზე დაგწყევლათ, ხო, აუცილებელი არ არის ჯადო გაგიკეთოს. ასევე ჯადო გაგიკეთოთ ნეკრომაგიაში იყოს ძველი, ხო? ეს ყველაფერი ხელს უშლის 9 თაობაზე რომ გადავიდეს, მაინც ხელს უშლის, რაც არ უნდა თაობა გადავიდეს, თუ რამე გაქვთ, ხელს შეგიშლით იმაში, რომ თქვენი სიმშვიდე იპოვოთ. მე კი სულ ვიძახი იმას, რომ კი, მთავარია, რა თქმა უნდა, ფული, ქალები უნდა იყვნენ ძალიან ენერგიულები, თავის საქმე უნდა გქონდეთ, მე მაინც ხო იცით, ვუბიძგებ ქალბატონებს, რომ ბევრი ფული გამოიმუშაონ ბარაკა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება სიყვარული, დასაყრდენი გვერდზე, რომელიც არ გვანერვიულებს, ნერვებს არ მოგვიშლის, დაგვაფასებს, ხო? აი ამით ქალი მშვიდდება, წყნარდება, ლამაზდება. აი ამ ყველაფერში ხელი ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეშლება. ზოგს სხვა ქალბატონი უშლის, ხო, როგორც ვთქვით, ზოგს ჯადო, ზოგს თავისი ბინძური ენერგეტიკა, ცუდი ცხოვრება და ასე შემდეგ. ამიტომ მიმართეთ ყოველთვის წმენდის რიტუალს, რომ სიყვარული გქონდეთ მუდმივად, იპოვოთ თქვენი დასაყრდენი და მერწმუნეთ, როდესაც თქვენ სუფთა ხართ, სინათლით სავსე ხართ, არავის პოვნა არ დაგჭირდებათ, თვითონ მოვა თქვენთან ადამიანი.